ძვირფასო მუსიკოსებო, შეკითხვა მაქვს თქვენთან. პირველი ფრენაზე რა გახსენდებათ, აბა? ჩიტი, რაკეტა. ჩიტი, რაკეტა. თვითმფრინავი. აზრზე არ ხართ აბსოლუტურად არაფერს. პირველი რაც უნდა გაგახსენდეთ ფრენაზე, ეს არის ერისიონი, პატივცემულები. მაშასე შეეგებეთ პატარა ერისიონის მოცეკვავეები ლუკა და მარიამი. აბრძანდით. აგერ აქ დაბრძანდით. მოგესალმებით. ვაიმე. ნახეთ ხო, აი ნახე როგორ სხედან, აი ჯერ არ უცეკვიათ და უკვე ყველაფერი გასაგები არის. ხუხარი აპლოდისმენტები ბოლშევს. რა მაინტერესებს ახლა თქვენ კონცერტები თუ გქონიათ? დიახ. კი? მომიყევით რა, აბა სად გქონიათ? რავი, როცა წავედი თურქეთში, მან ჰქონდა ერთი კონცერტი. ერთი კონცერტი კიდევ თბილისში ჰქონდა. კი ბატონო. იქ ბევრი ხალხი იყო მოსული დარბაზში? თურქეთში კი, გამიკვირდა. თბილისში, თურქეთში, საოცარი. ცეკვის გარდა კიდევ რას აკეთებთ მითხარით ახლა თქვენ ცხოვრებაში? ფეხბურთს თამაშობ. ფეხბურთს თამაშობ? ფეხბურთს, წყალბურთს და კალათბურთს. უყურეში? რა მაინტერესებს ისი წყალბურთთან დაკავშირებით მაინტერესებს მე? წყალბურთზე ისე არ დავდივარ. მამა ჩემთან ზღვაზე რომ მივდივარ ხოლმე, ერთად თამაშობ თლიანი ოჯახი. მთელი ოჯახი თამაშობთ ხოლმე, მაგრამ მე რა მინდოდა მეკითხა ახლა. წყალბურთში ვერაფრით ვერ დავადგინე ახლა მე რომ ხელბურთი უფრო მნიშვნელოვანია თუ ცურვა? ცურვა. რო დაიხჭო? ცურვა ყოფილა უფრო მნიშვნელოვანი, როგორც მივხვდი. თქვენ? მე ხატავ, მაგრამ ხატვაზე არ დავდივარ, უბრალოდ ნიჭი მაქვს ხატვის. დანარჩენი ცეკვის გარდა არაფერი. კარგი, რას ხატავთ ხოლმე თქვენ, პატივცემულო? ბუნებას ხატავთ უფრო, პორტრეტებს, პეიზაჟებს, რას ხატავთ, რო გითხრათ? უფრო პეიზაჟების დახატვა მიყვარს, პორტრეტები არ გამომდის მართლა. პორტრეტები ჯერ არ გამომდის. არა, ნატურმორტების დახატვა მომწონს და გამომდის. აჰა. და კი ბატონო. პორტრეტები ნამდვილად არ გამომდის. მიუხედავად ამისა, რა მაინტერესებს ახლა ფეხბურთიც ხომ მითხარიში? ფეხბურთიც მიყვარს. და ფეხბურთსაც ისევე დაფრინავ როგორც სცენაზე? კი. მართლა? რავი, შემიძლია მოვატყო ადამიანს და ადამიანს რომ მოვატყუებ, მაგისთვის ფეხბურთი არ არის, მაინც და მაინც საჭირო. ანუ იმაში ვამბობ, თვითონ რო ფინტებს აკეთებ? ხო. მაგრა აკეთებ? კი, მე კარი არ შემილია. უფრო თავდამსხმელი ვარ. თავდამსხმელი ყავს. მე ყოველთვის ვეკითხები, სულ ყველას განსაკუთრებით მოცეკვავებს ვეკითხები ხოლმე, ტანმოვარჯიშეებს ვეკითხები, კვებასთან დაკავშირებულ ამბებს. ანუ მაინტერესებს როგორ იკვებებით, მაინტერესებს რა გიყვართ, რამდენ სჭამთ და ასე შემდეგ. მომიყევით აბა თქვენი საყვარელი საჭმელის შესახებ. მე მიყვარს შქმერული, აჭარული, ხაჭაპური, ხინკალი და ლობიანი. აჭარული რესტორანში უფრო მეტად მოგწონს თუ სცენაზე? არ ვიცი. ორივე. კი ბატონო. თქვენ? მე მიყვარს ხინკალი, მაგრამ ანუ ისე არა რომ ყოველდღე ვჭამო. ნუ ყოველდღიურად უფრო ხშირად მივირთმევ სუპებს და იშვიათად სალათებს. წარმოგიდგენიათ? რადგან წვნიანზე დავიწყეთ საუბარი, რომელ წვნიანს ანიჭებთ უპირატესობას, ესეც რომ გითხრათ? კარტოფილის კერძს, ასე ქვია. მე შემიძლია დავასკვნა, რომ ფორმა რომ შეინარჩუნოთ თქვენ, გოგონებმა უნდა ჭამონ კარტოფილის კერძი, იშვიათად ხინკალი, როგორც მივხვდი და დანარჩენი ყველაფერი შეგიძლიათ ჭამოთ ბიჭებისთვის ყველაფერი მოსულა, როგორც მივხვდი. აჭარული ხაჭაპურის ჩათვლით. სკოლაში რო დადიხართ, ვიცი ახლა ყველა ვარიანტში. იქ რამე თუ გიყვართ რომელიმე საგანი, ეგეც მითხარით? მათემატიკა, რუსული, ინგლისური და ისეთი. სპორტზე დიდად ვარდები ხოლმე და არ მომწონს. რა შვები ხოლმე? ვარდები, ძირს ვარდები. და მუხლები მაქვს ხოლმე გადატყავებული. რატო ვარდები? მითხარი, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მითხარი. ფეხბურთს თამაშობ ხოლმე, ვარდები.
რატო ვარდები? ხელს მკრავენ ხოლმე თამაშის დროზე. ვერ გაჩერებენ და იმიტომ ისეთ ფინტებს აკეთებს, რომ სხვანაირად ვერ აჩერებენ და ხელს კრავენ. ეხლა მივხვდი. გასაგებია. თქვენს გექნებათ რაიმე საყვარელი საგანი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა და ისტორია. ისტორია, იგივე ჩვენი საქართველო. ისტორია იგივე ჩვენი საქართველოს. სხვა ქვეყნის ისტორიებიც არსებობს მართალია, მაგრამ ჩვენ ამ წუთას საქართველოს ვანიჭებთ უპირატესობას, როგორც მივხვდი. ხო, სწორად გავიგე? დიდი მადლობა. აი, ასეთი მიხვედრილი ადამიანი ყავართ, მინდა გითხრათ. ეხლა მითხარით თქვენ მე იღლებით რეპეტიციაზე. მე არა. შენ რეპეტიციაზე ხო არ ვარდები შენ? რეპეტიციაზე არა, მაგრამ როცა 3 საათი, 4 საათი ვარ ხოლმე, სახე ჩამომდის ხოლმე და ანუ ისე რა ვიღლები. ჩამომდის ხოლმე? სახე მოწყენილად ჩამომდის ხოლმე. მოწყენილად ჩამოსდის ხოლმე სახე, ეს მინდა რომ დავიმახსოვრ. დიახ. მერე, მაგრამ მხოლოდ ეს არის ხო მინუსი აქ? ხო, მაგრამ დაღლილობა არ 1 არის. საათ ნახევარი რო ჩერდებით ხოლმე, მაგდოს არ ვიღლები. საათნახევარი ცოტა რეპეტიცია არის, ხო? ჩემი აზრით კი. ხო და მერე, იცი რა არის? საათნახევრის განმავლობაში სახე ასულია? კი. საათნახევარს რო გადაცდება, ჩამოდის ხოლმე სახე. არა. ანუ როცა 2 საათს და 3 საათს 3 საათი ვჩვევით ხოლმე, მაგდოს ჩამოდის და როცა საათნახევართ ხოლმე, ადის. გასაგებია. მარიამ, თქვენ სახე ყოველთვის ლამაზი გაქვთ, მე ვიცი, დარწმუნებული ვარ, არც ჩადის, არც დადის, თავის ადგილას არის, ყველაფერი თქვენ იღლებით? ვიღლები, მაგრამ ისე ძალიანაც არა. არა, ხო, ძალიან არა. შესანიშნავი ამბავია. მე ესე რატო ვთქვი ახლა ეს ამბავი, იმიტომ რომ საერთოდ რაღაცისთვის დრო თუ გრჩებათ მეთქი. კი. მეგობრებისთვის დრო გრჩებათ, აი წასასწრელად სადმე მე ან არა. მე კი. ერთად ვქეიფობთ ხოლმე რაღაცებს შვებით. კეიფობ მეგობრებთან ერთად. ხო. მერე რო იქეიფებ ხოლმე შენ, მერე სახე აგდის. მაგისტვის არის გაღიმებული და კარგ ხასიათზე, მაშინ ხარ, როდესაც მეგობრებთან ერთად კეიფობ, ხო მართალია? მე მგონი თან მომწონს კიდე. სწორად ფიქრობ. რა მინდოდა მეკითხა, რაზე ოცნებობთ ახლა თქვენ? ვინ გინდათ მაგალითად რომ გამოხვიდეთ? მე მინდა დათოსანაია გამოვიდე. ეგ ვინ არის? ჩემი მასწავლებელი. ეგ გინდა რომ გამოხვიდე? რა ქვია და მითხარი? დათოსანაია. დათოსანაია უნდა რომ გამოვიდეს. კარგი, თქვენ ვინ გინდათ რომ გამოხვიდეთ? მე მინდა გამოვიდე ერისიონის სოლისტი. კონკრეტული სახელი და გვარი არა, ხო? ვინმე რომ არა, კი ბატონო. მოდი ახლა მითხარით, ვისთან ერთად ხართ მობრძანებულები აქ თქვენ აქ? მე დედაჩემთან ერთად ვარ, ჩემ ბიძოლასთან ერთად, ჩემ პატარა დაიკოსთან ერთად და იქით მეულდება ჩემი და. მე საკმარისი რაოდენობით არის მოსული ხალხი, როგორც მივხვდი. თქვენ მე მოსული ვარ დედაჩემთან ერთად, მამაჩემთან ერთად, ბებიაჩემთან ერთად და ბებიაჩემის მეგობართან ერთად. შესანიშნავი ამბავი არის. ის კაცი აქ არის, ხო? ვინც გინდა რომ გამოხვიდე? შენ. შეგიძლია მანახო რომელია? დათოსანაია ესა? კარგი. დათოსანაიას გვერდით როზის ის ვინ არის? ეგაც დათოა. ეგეც დათოა? ეგ არ გინდა რომ გამოხვიდე? რავი, კი. ყველა მინდა გამოვიდე. აქეთ გვერდით როზის ის ვინ არის? მიშო. ეგ არ გინდა რომ გამოხვიდე? ყველა გამოვალ. კარგი. რა მინდა, რადგან ყველა უნდა რომ გამოვიდეს, ყველას შეგეკითხებით, ერთიანად რომ მიპასუხოთ ახლა, როგორი მოცეკვავე გვყავს ეს მითხარი. პრინციპში ამომწურავი პასუხი იყო ეს, რომ დიდხანს რომ აღარ ვისაუბროთ. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხართ, დიდი მადლობა იმისთვის, რომ ასეთები გყავთ და საერთოდ დიდი მადლობა, რომ ერისიონი არსებობს, ესეც მინდა ვთქვა. ჯერ უნდა მითხრათ, რას იცეკვებთ, ეს პირველი უნდა ვიცოდე. ჩვენ ვართ სოლისტები ერთად და უნდა ვიცეკოთ აფხაზური. რა მაგარი ამბავია ეს. მოიცავ, ეხლა ეს რო არ დაფასდეს, ეხლა ეს რო, რა ვიცი, საჩუქრით არ რაღაცნაირად არ დაჯილდოვდეს, ჩვენი მხრიდან იქნება ძალიან ცუდი ამბავი. ბატონო, აირჩიეთ, რომელიც გენებოთ. მობრძანდი. მე ეს მომწონს. კი ბატონო, ეგ თქვენ ეგ ხომ? კარგით. ეხლა მინდა გითხრათ, რომ ეს რა თქმა უნდა ყველაფერი არ არის. ნაყურები მაქვს.
ნაყურები. კარგი. ნაყურები თუ გაქვს, ისიც გეცოდინება, რომ არსებობს ისეთი ქართული ზურგჩანთების მწარმოებელი კომპანია, რომელსაც ქვია ანდანა, იცი შენ? არა, არ გამიგია. აი, ამაში არის საქმე. ეხა უყურე აი ეს ზურგჩანთა, ქართული ზურგჩანთა, ეს შენ და ქართული ფეხბურთელების ხელის მოწერით ბურთიც თქვენ პატივცემულო. ოპა. მაგრამ ეხლა მინდა გითხრათ, რომ ესეც ყველაფერი არ არის. დიახ. ეხლა ვინ მოვა იცით? 3, 2, 1 და ფაგიო. აგერ ბატონო, მოგვიტანა ფაგიო, აი ეს შესანიშნავი ფაგების ნაკრები, აი ერთი აქ იყოს და მეორე აქ იყოს, იმისათვის რომ არანაირი გაციება და არანაირი ინფექცია არ მოგვეკაროს. დედამ იცის ფაგიო. და გაგიკვირდება და ეხლა მობრძანდება ლოკომოკოს ლომი. აჰა, ეს საჩუქარიც მივიღეთ და ახლა აბა თქვენიცით და თქვენმაც ეკვამო ნათქვამია. ეს გახდათ ცეკვა აფხაზური.
რომელიც ეძღვნებოდა აფხაზ გოგობიჭებს პატარა ერისიონისგან.